საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. ზუსტად ერთი კვირა, რაც ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, კანონის თანახმად საჯარო მოსამსახურის გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, პარლამენტისა და მთავრობის წევრებისა არ აქვს უფლება შეასრულოს რაიმე სხვა ანაზღაურებადი სამუშაო. გამონაკლისად მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა განისაზღვრა. თუმცა ამ შემთხვევაში მეორე სამსახურის დაწყების ნებართვა თქვენი პირველი სამსახურის ხელმძღვანელმა წერილობით უნდა მოგცეთ. მისი თანხმობა ყოველწლიურად უნდა განაახლოთ. საჯარო მოხელე, რომელიც ახალ წესებს დაარღვევს, საჯარო სექტორში დაკავებულ ყველა თანამდებობას დაკარგავს და 2 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს სახელმწიფო სტრუქტურებში. ამასთან დაჯარიმდება 1 სექტემბრიდან მიღებული, 1 ნოემბრიდან მიღებული ხელფასის სრულად ჩამორთმევით. დღეს ღია სივრცე სახელმწიფო კონტროლის ახალ მექანიზმს ეხება თანამედროვე რეპრესიული მანქანის თავისებურებების გარკვევაში. დღეს დაგვეხმარებიან არაჩვეულებრივი სტუმრები ნიკა სიმონიშვილი, მანანა რატიანი, შალვა მინდაძე, ნინო დაბურჯგინიძე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და პირდაპირ დავიწყოთ ნიკა იურიდიული საკითხებით, რაც ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მეტად გაგვარკვევს ამ ცოტა ისეთ კანონში, რომელსაც თავისი მცირე ისეთი ფანჯრები აქვს, რომელიც აუცილებლად გვაინტერესებს. რას გულისხმობს? ოცნების პარლამენტის ახალი კანონი საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმების აკრძალვის შესახებ, ასე ქვია ამ კანონს. პირველ რიგში რომ გავარკვიოთ, ვის ეხება ეს ცვლილებები? მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები. ბევრი ითქვა, ბევრიც დაიწერა ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. და ისევ სამწუხაროდ ვისმენთ ქართული ოცნებისგან ტყუილებს ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და რა გასაკვირია რომ ისევ ცრუ ინფორმაციას ვისმენთ, იმიტომ რომ რეალურად ისეთი შინაარსის და ისეთი ასე ვთქვათ, ძიმე დატვირთვის მატარებელი საკანონმდებლო ცვლილებები არის ესენი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს პირდაპირ ეხება და ბევრი ადამიანი ამას ვერ იაზრებს კიდევაც. ანუ რეალურად ქართულმა ოცნებამ ეს ძალიან ზოგადი შეფასება რომ ვთქვათ, თავიდან გითხრა რა, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შეუძლიათ რომ ამ ქვეყანაში მიიღონ 5 ნიშნა შემოსავალი, ასეთი თანამდებობები არსებობს. მიუხედავად 5 ნიშნა შემოსავლისა, ეს ადამიანები მაინც არ კმაყოფილდებიან ამით და ანუ 5 ნიშნა შემოსავალს ჯერ ერთი ამართლებენ იმით, რომ ეს ამხელა ხელფასი იმისთვის არის, რომ კორუფციაში არ ჩაეფლონო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეფლობიან კორუფციაში და ასეულობით მილიონს ათეთრებენ. მაგრამ სამაგიეროდ, როდესაც საქმე მიდგება იმაზე, რომ ჩვეულებრივ მოხელეს საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანს აქვს 300, 400, 500 ან 600 ლარი. მუნიციპალიტეტებში ასეთი ხელფასები არის მაგალითად, ან თბილისშიც არ არის მაინც და მაინც უკეთესი ხელფასები საჯარო სექტორში, სამნიშნა ანაზღაურება აქვს. ამ ადამიანებს მოეთხოვებათ, რომ შეათანხმონ დაწესებულების ხელმძღვანელთან მათი სამნიშნა შემოსავლის მიღმა რაიმე შემოსავალს მიიღებენ თუ არა. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმას, რომ თითქოს ეს არ ეხება, ეს ტყუილები არის, რასაც აუცე რა ინფორმაციაც ვრცელდება ამ დასაქმებასთან დაკავშირებით. და თითქოს ეს არ ეხება მაგალითად აი განათლების სექტორზე იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში, რომ მასწავლებლები, რომლებიც საჯარო სკოლებში არიან დასაქმებული და საკმაოდ დიდი კონტინგენტი არის. 60,000 მასწავლებელია. კი ბატონო, ანუ არა მხოლოდ პარალელურ დასაქმებაზე შეზღუდვა არის ეს, არამედ პარალელურ ნებისმიერ საქმიანობაზე შეზღუდვა არის და თითქოს ამბობენ იმას, რომ არა ეს ასე არ არის, რომ პარალელურ საქმიანობაზე შეზღუდვები არ არის და რეპეტიტორობას ეს არ ეხება, თითქოს ამასაც ამბობენ. ძალიან მნიშვნელოვანი და მკვნეული თემა, სხვათა შორის და ძალიან კარგი იქნება ცოტა უფრო მეტად თუ. კი ბატონო, ამიტომ აი ეხლა მე მინდა პირდაპირ წავიკითხო რა ჩანაწერიც გააკეთა ქართულმა ოცნებამ კანონში. ანუ პირობითად შეიძლება ჩემი არ დაიჯეროს არავინ, ანუ თუ გინდათ ნუ დამიჯერებთ, შეგიძლიათ გახსნათ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი, მე-13 მუხლის მე-18 პუნქტი. ახლა მე ვკითხულობა მე-13 მუხლის მე-18 პუნქტს პირდაპირ, ხომ? ანუ არ ვიცი, ტყუილში რომ არ დამადანაშაულოს ვინმე, ანუ ქართული ოცნება ამბობს, რომ თითქოს ეს არ ეხება ამ შემთხვევებს და თითქოს რეპეტიტორობას არავის არ უზღუდავს, ან დამატებით საქმიანობას არ უზღუდავს, ან ასე შემდეგ. რეალურად 10,000 ადამიანს ხდიან ნებართვაზე დამოკიდებულს და აი ახლა აგიხსნით ეს როგორ მუშაობს. ჩანაწერი კანონიდან. საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. საჯარო სკოლების საჯარო სამართლის იურიდიული პირებია, ხომ? ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალური ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირში, ან საწარმოში, რომლის 50%-ზე მეტ ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი, შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ანუ შეუძლია ასრულებდეს ამ ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. ანუ ანაზღაურებად სამუშაოს. ნახეთ, რაიმე სხვაგან დასაქმდეს ასეთი ტერმინი კი არ არის კანონში. ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. ანუ თქვენ მაგალითად შეიძლება იყოთ საჯარო სკოლის მასწავლებელი და კერძო სკოლაშიც როდესაც თქვენი სამუშაო საათები დასრულდება, რაღაც საღამოს საათებში ან რაღაც დღის მეორე ნახევარში მაგალითად კერძო სკოლაშიც ასწავლეთ. გჭირდებათ საჯარო სკოლის დირექტორის თანხმობა, იმიტომ რომ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ახორციელებთ. ან რეპეტიტორობას ეწევით და სახლში მაგალითად მოსწავლეებს იღებთ და მოსწავლეებს კერძო გაკვეთილებს უტარებთ. სხვა ანაზღაურებადი სამუშაოა. ანუ აქ არ ვიცი ეს ჩემი მოფიქრებული არის, მე ამას ვერც მოვიფიქრებდი. უკაცრავად, მაგრამ მე არ მეყოფა ფანტაზია ასეთ სიბოროტეზე, რომ ადამიანებს, რომლებსაც ხელფასი აქვთ, არ ვიცი 500 ლარი თუნდაც, ხო? ან ასე შემდეგ, მე მოვიფიქრო ის, რომ დავაბრალო ვიღაცას თითქოს არ ვიცი თანხმობაზე დამოკიდებული ხდება ეს საქმეობა. ასეთი ბოროტების მოფიქრება მხოლოდ ქართულ ოცნებას შეუძლია. ანუ იმ ქვეყანაში, სადაც კორუფცია თვითონვე ადასტურებენ რომ ყვაოდა და არ ვიცი ასეულობით მილიონს აღწევდა და ამავდროულად თან ხუთნიშნა შემოსავალი ჰქონდათ, მხოლოდ ამ ადამიანებს შეუძლიათ ასეთი რაღაც მოიფიქრონ, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლებს ან არ ვიცი 300-400 ლარიან ხელფასზე დასაქმებულ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს აი ასეთი შეზღუდვები დაუწესონ. ანუ კანონი გულისხმობს და ნიშნავს იმას, რომ თუ პირი შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული საჯარო სექტორში, ანუ ესე უხეშად რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში სხვა ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობისთვის მას ყველა ვარიანტში სჭირდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა, ანუ სკოლის შემთხვევაში სკოლის დირექტორის თანხმობა. თუ მაგალითად მეორე საჯარო სექტორში უნდა დასაქმდეს, ან მეორე საჯარო დაწესებულებაში, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თანხმობა საკმარისი არ არის და ასეთ შემთხვევაში ჯერ მთავრობის დადგენილებაში უნდა იყოს გამონაკლისად დაშვებული ეს. აი ეს გამონაკლისად აუცილებლად უნდა ჩავსვა ეს შეკითხვა გამონაკლისები ზოგადად, რომელიც არ არის განმარტებული ძალიან დეტალურად. შეიძლება თუ არა იყოს დისკრიმინაციის ან თქვა შერჩევითი პრინციპის პრობლემა ან შერჩევითი სამართლის ადამიანებს. ორი პრობლემა არის. ერთი ის რომ მთავრობის დადგენილებაში არ ვიცი, შეიძლება ერთ დღეს ერთი პროფესია იყოს და მეორე დღეს უცებ აღარ იყოს. ანუ ერთ დღეში შეიძლება ეს დადგენილება შეცვალონ. ან შეიძლება რაღაც პროფესია არ იყოს და უცებ დაამატონ, როცა დასჭირდებათ. ანუ მთავრობის დადგენილების მუღამი ამაში არის ერთ დღეში შემიძლია შეუცვალო, ხო? მაგრამ ამავდროულად ზოგიერთი ჩანაწერი, ანუ ნახეთ თან გამონაკლისებზე ვსაუბრობდით, რომ მთავრობას შეუძლია გამონაკლისები დააწესოს, როდესაც ორ საჯარო დაწესებულებაში შეიძლება პირი დასაქმდეს კონკრეტული პროფესიის მიხედვით. მაგრამ გამონაკლისი, როცა ვსაუბრობთ, ანუ გამონაკლისი არის ზოგადი წესიდან გამონაკლისი, ხო? მაგრამ მთავრობის დადგენილებაში იმდენი გამონაკლისი წერია. იმდენი გამონაკლისი წერია, რომ ეს გამონაკლისი კი არა, უკვე ზოგადი წესი არის. რომ ორ საჯარო დაწესებულებაში შეიძლება დაასაქმო მაგალითად ადამიანები უკვე ზოგად წესად აქციას ეს უკვე გამონაკლისი აღარ არის რაღა ხარჯი ეფექტიანობაზე გველაპარაკებიან თუ ზოგად წესად აწესებენ იმას რომ შეიძლება ორ საჯარო დაწესებულებაში დასაქმდნენ მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის თანხმობის ელემენტი ანუ მაგალითად პროფესიული საჯარო მოხელე ხართ და უნივერსიტეტში გინდათ რომ ლექტორი იყოთ და ლექციები წაიკითხოთ თანხმობა გჭირდებათ იმ საჯარო დაწესებულებიდან თქვენ ხართ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და გინდათ რომ კერძო დაწესებულებაში პარალელურად საქმიანობას ახორციელებდეთ ან თვით დასაქმების ფარგლებში საქმიანობას ახორციელებდეთ თანხმობა დაგჭირდებათ გინდათ რომ სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმდეთ ნუ ჯერ ერთი მთავრობამ გამონაკლისად უნდა დაუშვას ეს და მეორე ისევ თანხმობა დაგჭირდებათ ანუ პარალელურ დასაქმებაზე თუ ხართ თქვენ საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა ვარიანტში გჭირდებათ თანხმობა მაგრამ თანხმობის ელემენტთან ერთებით ყველაზე საინტერესო და ყველაზე ცუდი მომენტი რა არის ყველაზე ცუდი მომენტი არის ის რომ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს თანხმობა და რა შემთხვევაში არა ამას კანონი არ აკონკრეტებს არანაირი კონკრეტიზაცია არ არის ანუ ფაქტობრივად ეს რომ წაიღოთ და იდავოთ აზრი არ აქვს ამაზე დავას იმიტომ რომ უბრალოდ ამას ვერ მოიგებთ ეს არის ფართო დისკრეციული უფლებამოსილება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თუ ჩათვლის საჭიროდ რომ არ ვიცი არ მოგცეთ უბრალოდ ეს თანხმობა არ მოგცემენ მაგრამ აი იგივე რეპეტიტორობის საკითხს მინდა მიუბრუნდე და ყველაზე ცუდი მომენტი რა არის აი მათ შორის იყო გავრცელებული რომ არა ეს ტყუილია არ ვიცი ანუ მე რაც წავიკითხე შეგიძლიათ გადაამოწმოთ ანუ მე ჩემი თქმა არ მოვიგონე ასეთ რამეს მე ვერც მოვიგონებდი ხო გადაამოწმეთ დღეს ამაზე არავინ არაფერს არ გეტყვით მოდი აი
პატარა, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებას ვიტყვი. დღეს ამაზე არავინ არაფერს არ გეტყვით. გეტყვენ რომ არა, ეს დაშვებულია, კაცო, ვინ თქვა, ეს მათყვა რადიკალია, ან უცხოეთის აგენტია და ასე შემდეგ. დღეს უკვე წავიდა. კი ბატონო, ანუ ამას იტყვიან, ხო? ანუ კარგი, ჩემი არ გჯერათ შეამოწმეთ, მაგრამ ნუ იტყვიან ასე რაღაც, რომ აი გატყუებენ ხალხო. დადგება საარჩევნო პერიოდი. როდესაც ანუ ქართული ოცნება მოქმედებს არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში. ანუ ადამიანებს არ აღიქვამს ადამიანებად ქართული ოცნება. ადამიანებს აღიქვამს საარჩევნო მასად და საარჩევნო რესურსად. რომ როდესაც არჩევნები მოვა, არჩევნების წინ ისე გააკონტროლოს ადამიანები, რომ მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას და პარტიაზე მიაცემინოს ხმა. არჩევნების წინ პერიოდში ამ ადამიანებს გაუხსენებენ, რომ თქვენ თურმე უნდა შეგეთანხმებინათ ეს საქმიანობა, არ ქონიათ შეთანხმებული და ამის გამო შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლებითაც დაგემოქრონ. აი ეს მოხდება. ეს ცვლილებები არის მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ცვლილებები რომ შევიდა და რეორგანიზაციის პროცესი გამარტივდა, სამსახურიდან გაშვების პროცესი გამარტივდა და ფაქტორად სარჩელი შეტანასაც რომ აზრი დაეკარგა, ისეთი ცვლილებები შეიტანეს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს პირდაპირ რომ ეწინააღმდეგება, აი ასეთი ცვლილებები, ამ ცვლილებების პარალელურად იყო ეს მიღებული. არანაირ ხარჯეფექტიანობასთან არაფერი კავშირი ამას არ აქვს. ერთი ჯაჭვი არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ შეიძლება ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე ძალიან მარტივად გაათავისუფლოს სამსახურიდან, თუ ლოიალური იქნება პარტიის მიმართ, მას წახალისებად მისცემენ თანხმობას, რომ წადი ბატონო იმუშავე, თუ არ იქნება ლოიალური, მაშინ უბრალოდ ერთ სამსახურში გააჩერებენ და ბოლო ამ ადამიანს მოუწევს იმის თქმა, რომ მე რაღაც 300 ლარზე ვერ ვიმუშავ და წავალ კერძო სექტორში გადავალ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროფესიონალი, რომელიც წლების განმავლობაში ამ ადგილას მუშაობდა, ის უბრალოდ დატოვებს ამ თანამდებობას. მე როგორ გინდათ რომ აქ მიიღოთ სხვა ადამიანი, რომელიც 300 ლარზე უბრალოდ არ იმუშავებს. ან ვინ უნდა მოიყვანო აქ? აი ამაზე ჩვენ აუცილებლად გავშლით ახლა მსჯელობას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვი ნიკა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიკითხოთ სასჯელი თავისთავად, რაც არის დაწესებული. რამდენად თანაზომვადია ეს სასჯელი, როცა ადამიანი 2027 წელს თუ თქვათ დაარღვევს ამ კანონს, რომელიც ახლა მიღებულია, ის ვალდებულია გადაიხადოს 2025 წლის 1 ნოემბრიდან თანხა, რომელიც თქვათ, მან აიღო იმ სამსახურში. აქ ყველაზე ცუდი რა არის, რომ 2 წელი ვეღარ იმუშავებს საჯარო სამსახურში. 2027 წელს დაარღვევს კი არა, 2027 წელს შეიძლება გაუხსენონ ეს. ყველაზე ცუდი მომენტი ეს არის, 2027-ში შეიძლება გაუხსენონ, რომ თურმე მანამდე ჰქონდა დარღვეული ეს კანონი და მთელი ამ რაღაც თვეების ანაზღაურება უკან მიატანა. ანუ რაზე არის საუბარი მაყურებლისთვისაც, რომ თუმცა გასაგებად ანუ კანონში ჩანაწერი ყოველ შემთხვევაში ასეთი არის, რომ თუ იმ წესების დარღვევით არის პირი ორ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული, რომელსაც ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევაში შეუწყდება ორივე საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულება ამ ადამიანს და ვალდებულია აი ის რაც იმუშავა, სამუშაო შეასრულა, ანუ ორივეგან იმუშავა, ხო ამ ადამიანმა, ანუ ამ ორივეგან ნამუშევარს ხელფას უკან მიატანინებენ. მაგრამ აი კერძოს ისევე კერძოსთან მიმართებით არ წერია. ეგ არ ვიცი ხე გაეპარათ თუ ასე უნდათ რომ დაეწერათ, მე არ ვიცი, მაგრამ ორ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებაზე არის ყოველ შემთხვევაში კანონში ჩანაწერი. ხა მე ანუ არ არის მინიშნებული რომ თქვა კერძოში მუშაობა შეუძლია? ნახეთ ორ საჯაროში თუ კერძოში ნახეთ საჯარო პლუს კერძო თუ არის ასეთ შემთხვევაში თუ შეთანხმებული არ არის ეს გამოიწვევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მაგრამ თუ ორ საჯარო დაწესებულებაში არის დასაქმებული და წესის დარღვევით არის ეს ყველაფერი გაკეთებული გამოიწვევს ორივეგან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას პლუს ხელფასის უკან დაბრუნებას ორივე საჯარო დაწესებულებიდან ანუ ეს ფაქტობრივად არ ვიცი, მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენება არის, რომ ნამუშევარი არ გადაგიხადონ და უკან დაგაბრუნებინონ. ანუ აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ დაწესებულებას ზიანი მიადგა. დაწესებულებას არანაირი ზიანი არ ადგება. დაწესებულებამ ორივემ ხო, ანუ მაგალითად წესი დავარღვია და ორ დაწესებულებაში წესის დარღვევით ვიმუშაო. ორივე დაწესებულება მიიღო ჩემგან შესრულებული სამუშაო. თავისთავადია, მე ჩავატარე ეს გაკვეთილი. სამუშაოზე ეს ადამიანები ამბობენ, რომ უკან უნდა დააბრუნო ხელფასზე. ანუ რა არის ეს თუ არა მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენება, რომ შენ შესრულებული სამუშაოს გამო ხელფასს არ გიხდიან და უკან გაბრუნებინებენ ამ ანაზღაურებას.
ნიკა, ალბათ ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ ნინოსაც, ჩალვასაც, მარანასაც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს დღეები სულ ამაზე მსჯელობენ ადამიანები და არის ძალიან მართლა დიდი, ასე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, გაუგებრობა, იმიტომ რომ კანონი თავის თავში ისეთ ვთქვათ დეტალებს ინახავს, რომ გინდა არ გინდა ეს კითხვები ჩდება და საბოლოო პასუხები თითქმის არ არის. ყველაზე მეტად ალბათ მაინც დაზარალდება განათლების სისტემა და მანან აი ძალიან მინდა ერთი რამ შეგახსენო კიდევაც და ჩვენ ახლა 14 წელი სხვა ტელევიზიაში, სოციალურ თოქ-შოუში მუდმივად განვიხილავდით განათლების თემებს. და სულ მახსოვს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ის, რომ მასწავლებლებს აქვს ძალიან დაბალი ანაზღაურება იმ შრომასთან მიმართებით, რა შრომასაც ისინი ეწევიან. მე ახლა მინდა ირაკლი კოპახიძის ერთი პატარა ესეთი ინტერვიუს ნაწილი მოგასმენინოთ და შემდეგ გადავიდეთ მთავარ თემაზე. ნახეთ თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში უნდა გაუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის რა თქმა უნდა დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ხო, ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად კი არ უნდა დავასაქმოთ ან ხელოვნურად ორგან და სამგან, ამ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი და არა ხელოვნურად გაფორმება, კი რა თქმა უნდა, ამას უნდა გადავხედოთ. შეპირება მიღებულია. ხო, მაგრამ ქართული ოცნება უკვე რამდენი ხანია, რაც ქვეყნის სათავეშია, ხო? არის უკვე 13 წელი თუ არ ვცდები. დიახ. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ჩვენ ამ თემას ვაკეთებდით მთელი 14 წლის განმავლობაში და სულ იყო ლაპარაკი ამაზე. ის რომ საჯარო სამსახურში მასწავლებლებისთვის ანაზღაურება არ არის შესაბამისი მათ შრომასთან, არაერთხელ მომისმენია და არაერთგზის ყოფილა ამაზე ლაპარაკი. მაშინ რა უშლიდა ხელს, რომ ეს თავიდანვე მომხდარიყო და ამ ადამიანებს არ ქონოდათ შრომის ის პირობები, ხელფას გულისხმობ, რასაც იღებდნენ აი ეს წლები. ხომ, რთული თემა არის და მართლაც სულ ვლაპარაკობდით იმ თემაზე, რომ მასწავლებლები ურთულეს სამუშაოს ასრულებენ, მათ აქვთ მომავალთან ქვეყნის საქმე და მასწავლებლობა არ არის მხოლოდ საგნის ცოდნა, აქ ვინც ავართ ყველამ ვიცით, ხო? მასწავლებელს უამრავი რამის კეთება უწევს, ზრუნვიდან დაწყებული, დამთავრებული ახალგაზრდების ეთიკური ღირებულებების განვითარება, უნარების განვითარება, კომპეტენციების განვითარება და რა ვიცი რა აღარ, ხო? მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლება არის ყველაზე დაბალი ანაზღაურებადი შრომა საქართველოში. ეს ჩემი სიტყვები არ არის, სტატისტიკის დეპარტამენტს უდევს როგორც ყველაზე დაბალი ანაზღაურება. და იმიტომ რომ აქ ვინც არიან, მათი ანაზღაურება არამც თუ არა საკმარისი არის, მათ უწევთ დამატებითი შემოსავლის პოვნა. განსაკუთრებით ეს ეხება ქალაქის მასწავლებლებს, იმიტომ რეგიონში კიდევ როცა შინამეურნეობა გაქვს შესაძლებლობა რომ გარკვეული პროდუქტები არ იყიდო და მოიყვანო, თუმცა ეს დამატებით შრომას მოითხოვს და ამისათვის რა თქმა უნდა ადამიანებს ძალიან დიდი დრო ჭირდებათ და ისინი უბრალოდ დაღლილები მიდიან უკვე სამსახურში, იმიტომ რომ შინამეურნეობას ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება. როდესაც ვლაპარაკობთ მასწავლებლების ანაზღაურებაზე, 13 წლის მანძილზე სულ იყო თემა, რომ როგორ უნდა გაუზარდოთ ისე რომ ღირსეული ანაზღაურება მიიღონ ამ პროფესიაში ადამიანებმა. ეს იყო რამდენიმე რამის საწინდარი, ერთი ადამიანს ყველა სჭირდება რა თქმა უნდა ღირსეული ანაზღაურება და არავის ნებით ალბათ ნაკლებად არიან ადამიანები, რომლებიც 2 და 3 სამსახურში მუშაობენ, ხომ? ეს არის იმის გამო, რომ არასაკმარისი არის მათი ანაზღაურება და შესაბამისად ცხოვრების პირობების დასაკმაყოფილებლად მათ ჭირდებათ სხვადასხვა სამსახურში მუშაობა. და ინფლაციის ფონზე მით უმეტეს. რა თქმა უნდა. ზარდია ყველაფრის ფასი და არიზდება ხელფასი. და აქ როდესაც ვლაპარაკობთ მასწავლებლის ანაზღაურებაზე, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ მათ მასწავლებლის პროფესია არ არის ისეთი ადვილი და ეს არის დეფიციტური. გვაქვს რიგი ადგილები, სადაც მასწავლებლები უბრალოდ არ არიან და მასწავლებლებს უწევთ ერთი სოფლიდან მეორეში გადასვლა, იმიტომ რომ თქვათ ფიზიკის მასწავლებელი, ქიმიის მასწავლებელი სკოლას არ აყავს, ხომ? და ამ მასწავლებელს უწევს შეთავსება, არა მხოლოდ თქვათ რაღაც სხვა სამსახურში, თქვათ ისეთ შრომაზე, როგორც არის რეპეტიტორობა, არამედ საჯარო სკოლაში და ეს
სახელმწიფო ინტერესში არის, იმიტომ რომ იმ სკოლაში ვერ ვიპოვით ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი, რომელიც შეძლებს იქ დასაქმებას და შესაბამისად მასწავლებლებს მიეცათ უფლება სპეციალურად რომ ევლოთ ერთი სოფლიდან მეორეში და დირექტორს ეთქვა რომ მან უნდა რაღაცნაირად შეუწყოს ხელი ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მეზობელ სოფელში მაგალითად ბავშვები არ დარჩნენ განათლების მიღმა, არ დარჩნენ რაღაცა ცოდნის მიღმა, რომელზეც აუცილებლად თქვა შეფასება ეწერებათ და შემდეგ უკვე ეს შეუშლის ხელს წინსვლაში და კლასიდან კლასში გადასვლაში, ხო? შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო მიცის რომ ამდენი პრობლემის წინაშე დააყენებს ეს კანონი, მე მგონია რომ ასეთ კანონზე ლაპარაკი უბრალოდ არ შეიძლება. მასწავლებლებს გარდა ამისა, დღეს რო ვუთხრათ მასწავლებლებს, რომ თქვენ ორ სკოლაში მუშაობის უფლება არ გექნებათ, მასწავლებელთა დიდი ნაწილი სოფლებში სწორედ აი ამით არის დაკავებული, რომ მეზობელ სოფლებში დადის და ვინ ჩავა იქ და ვინ იმუშავებს ასეთ დაბალ ანაზღაურებაზე, ხომ? სად ვიპოვით პედაგოგს, რომელიც თანახმაა წავიდეს 1500 ლარად სიტყვაზე იმუშაოს ქიმიის მასწავლებლად სოფლად. ვიცით რომ ქიმიის, ფიზიკის და რიგი სპეციალობების მიმართულებით დეფიციტი გვაქვს პროფესიაში, უბრალოდ მასწავლებლები არ არიან ვაკანსიას, როდესაც აცხადებენ, ხო? აქედან გამომდინარე, იმის მოლოდინი, რომ ჩვენ ამის მასწავლებლებს ვიპოვით, ნამდვილად არასწორი არის. შესაბამისად, სახელმწიფოს მოუწევს ამ კანონის გვერდისავლა და გამონაკლისების დაშვება ხშირ შემთხვევაში, ხო? აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ალოგიკურად მიმაჩნია მსგავსი ტიპის კანონების შემუშავება. მეორე ასევე რაც უნდა ითქვას, როდესაც ვლაპარაკობთ მასწავლებლებზე, თუნდაც რეპეტიტორობა ეს არ არის მათი, ვთქვათ, ჰობი, ასე ვთქვათ, რომ საღამოობით დაკავდნენ სამუშაო დღის ბოლოს რეპეტიტორობით. ესეც გარკვეულ შრომას მოითხოვს და მის, ვთქვათ, მშობლები ზუსტად იმაში იხდიან თანხას, რომ შემდეგ ეს აბიტურიენტობის პერიოდი სტუდენტობით დასრულდეს, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუ ამასაც შეეხება, მასწავლებლები რჩებიან დაბალი ანაზღაურების ამარად. თუმცა ეხლა გვეუბნებიან, რომ ისეთი ანაზღაურება უნდა მივცეთ მასწავლებლებს, რომ არ იყოს პრობლემა. უბრალოდ ედგა წინ ამის გაკეთებას. ხო, 13 წლის მანძილზე ეს ვერ მოხერხდა. ახლა რამდენი წელი დაჭირდება იმისას, რომ მართლაც ღირსეული ანაზღაურება ქონდეთ, არ ვიცით და არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ კანონები ხო ერთმანეთს ავსებს რაღაცნაირად და არ დაგვავიწყდეს მეორე კონცეფცია რეფორმის, რომელიც შეიმუშავეს. იქ წერია, რომ მე-11 კლასში უნდა დაასრულოს მოსწავლემ სწავლა. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი, რომელსაც ვპირდებით მაღალ ანაზღაურებას, ხვალ დააკლდებათ საათები, იმიტომ რომ მე-12 კლასი აღარ იქნება. და შესაბამისად, აი ეს არასრულ განაკვეთზე მყოფნი აღმოჩნდებიან. არასრულ განაკვეთზე მყოფი სხვა სამსახურის არ მქონე მასწავლებლები, რა თქმა უნდა, ფინანსურად ძალიან მძიმე დღეში ჩავარდებიან და კაცმა არ იცის, როდის შესრულდება ეს დანაპირები, რომელი არჩევნებისათვის გადაწყვეტენ ამ ხელფასის ზრდას. თავად მასწავლებლებისთვის რა არის აი ყველაზე მძიმე იმ კანონის, თქვათ, აი მუხლებში, რაც უკვე წაიკითხა ნიკამ და რაც მისი მოსაზრებით არის ძალიან არასწორი. აი თქვენ, როგორც მასწავლებელს რა შეგეშლით ყველაზე მეტად ხელს? რა ვიცი, ჯერჯერობით რაც უნდა გამოიკვეთოს, ალბათ თქვენ ახსენეთ სახელმწიფო ბევრჯერ ცოტა მეცინება მე პირადად ამის ხსენებაზე, იმიტომ რომ ყველა კანონი იმისკენ მიდის, სახელმწიფო ეს მე ვარ პრინციპი ყალიბდება და რაღაცა აბსოლუტისტური ხედვა ყალიბდება, რომელიც მართლა სახელმწიფოს მათყოფნად გულისხმობს და არა ჩემს როლს, როგორც მოქალაქის როლს, მაგალითად, თუნდაც საჯარო სკოლაში ან ნებისმიერ საქმიანობას, რასაც ვეწევი იქ. ანუ რეალურად ფუნქცია მოქალაქის იკარგება. არა თუ მასწავლებლის და მასწავლებელი თქვენ აღნიშნეთ აქ საუბრისას, რომ მხოლოდ საგნის მასწავლებლობა ხომ არ არის მასწავლა, კი, ეგ გამოვდივართ, რეალურად მანდ მივდივართ, ჩვენ ინფორმაციის გადამცემები ხდებით. ყველანაირი ფუნქციური ხაზი გვეკარგება, რაც შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეს ასწავლოს. და თვითონ კანონზე თუ ჩავყვებით, რაღაც ბევრი პრინციპი უნდა გამოვყოთ. ზოგადად ეს კანონი ძალიან ეშმაკურად და მზაკვრულად არის დაწერილი, იმიტომ რომ 5-ჯერ, 6-ჯერ რო წაიკითხოს ადამიანმა, ვერ გაიგებს რა უნდათ. ანუ სად არის კორუფციის წინააღმდეგ კანონი და რაში გამოიხატება ეს. მე მგონი სახელი შეეცვალათ, შეეშალათ და მგონი სჯობს რომ რაღაცა
რჩევა მივცეთ რომ გადააკეთონ ეს კანონის სახელი, იმიტომ რომ კორუფცია ამ პუნქტებში არსად არ არის ნახსენები, მით უმეტეს საჯარო სამსახურში, როცა მასწავლებელი არასაჯარო არ ვითვლებით საჯარო პირებად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რადაც ვითვლებით, მასწავლებელს ეზღუდება უფლება, მაგალითად, ბევრჯერ ახსენეთ, რომ მე დამატებით საქმიანობა ვაწარმოო, რაც მინდა და ეს უფლება გადადის დირექტორის უფლებაზე, სურვილზე. მე გადავწყვიტე რომ მაგალითად ვიმუშაო, რა ვიცი, ჩავატარო ლექციები, ჩემი ორგანიზაცია შევქმნა, ჩემი პირადი, რომელიც ლექციებს ატარებს, საჯაროდ საზოგადოებას ემსახურება და დირექტორმა გადაწყვიტა, რომ აი იქ ლექციებს რასაც ატარებ, ეხა გაძლევ 1 წლის განმავლობაში უფლებას. ეს ხო ყოველწლიური ნებართვის აღება ეს რამდენად თუ არ მოეწონა დირექტორს, ან ჩვენ ხო ვიცით, რომ დირექტორების 80% არის პარტიული ნაწილში. მე არ ვაყენებ იმ დირექტორების შეურაცხყოფას, ვინც მართლა ღირსეულად იცავენ ამ პოზიციას, თავისი კანონის ჩარჩოში ჯდებიან და არიან, მაგრამ მე თავად ვიყავი დირექტორი და წარდგენილი და იმ სკოლაში არ წარმადგინე, სადაც მე თავად მინდოდა და მისი არასერტიფიცირებული დირექტორია დღემდე იმ სკოლაში. ეს ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რაიმე პროტესტი მაქვს და მოტივაცია მქონდა. საერთოდ არ მქონდა, უბრალოდ აი ვცადე. მე ვითამაშე პრინციპში დემოკრატიულობანა მაშინ და ახლაც იგივე ეს თამაში მოგვიწევს, ჩვენ ფუნქციურად დაგვეკარგება მოქალაქის იმიჯი, გახდება სულ სხვა რეალობა და პირდაპირ გეუბნებით ჩვენ რაც უფრო რადიკალურად გამოვკვეთთ ამ პოზიციას, რომ ეს სახელმწიფოს იდეა აღარ არის და სახელმწიფო იკარგება რეალურად. აქ ჩვენ სხვა მართლობის სტილზე გადავდივართ, რაც უკვე ყველაფერში აისახება. აქ გადავდივართ ფორმაზე, მიდგომებზე, თავისუფალი იდეა იკარგება, სურვილი მასწავლებლების, ეხლა 8 საათი, კაი 5 საათამდე ვიმუშავე და სკოლაში ვიყავი. კანონის ფარგლებში ჩავჯექი და შრომითი ხელშეკრულებით გათავაცნებული ყველა ნორმა მოვიხადე. და სკოლის დირექტორი მირეკავს, როგორც აღნიშნეს, მაგალითად, საარჩევნო წელს, მე კრიტიკულად ვარ ამ ხელისუფლებისადმი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისადმი განწყობილი და მეუბნება, რომ შენ ამ სამსახურში ვეღარ იმუშავებ. თუნდაც შევსებული მქონდეს ეს. ვინ მაძლევს გარანტიას და საწერია კანონში, რომ მე აი ამ საშიშროების წინაშე არ დავდგები. მე მაქვს ბლოგი, რომლის ფარგლებშიც 200-მდე საჯარო სკოლაში მცირე გამოკითხვა ჩავატარე და ჩემი ერთგვარი სტატისტიკა შევქმენი, სადაც პირველ პრობლემად არის დასახელებული საათების განაწილება. მე 2 სკოლაში მუშაობდი აქ, სადაც ახლა ვარ მანამდე და ჩემი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იმ სკოლაში პრობლემები იყო და იქედან გადავწყვეტე წამოსულიყავი, იყო ის, რომ საათების განაწილების დროს იყო ფაქტობრივად დირექტორის ავტორიტარული მართვა გამგებლობა, ვისაც თუ კარგად მოიქცეოდი და კარგი ჩემს ერთ-ერთ საჯარო პოსტში აღნიშნე, კარგი ცხარი იქნებოდი, უხეშად რომ ვთქვათ. მაშინ გექნებოდა სრული დატვირთვა, მაგალითად ბევრი საათი მაღალი ანაზღაურება, ხანდახან 3 დღეზე შეიძლება ცხრილი გაგიწყოს, კარგად განაწილებული ცხრილი, თუ არ იქნებოდი და დირექტორისადმი თავად განწყობილი იქნებოდი კრიტიკულად, მაშინ პირველი პირველი წლის პირველი გაკვეთილი, მერე მეორე წლის 2 საათზე მეორე გაკვეთილი და ბოლოს 5 საათზე გექნებოდა ასეთი ცხრილი. ჯერ ხო ეს ფარგლებში და ყველა კანონდარღვევით ხორციელდება, არ არსებობს სკოლაში უკვე მექანიზმი ბოლო 5-6 წელი და საკმაოდ დიდი ხანია მოშლილია და დემოკრატიულობანაც თამაშობთ ვამბობ და მეორე არის ის რომ ახლა დირექტორს დამატებით ბერკეტს აძლევ რომ ისედაც ძალადობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების უმრავლესობა რომლებიც ხარისხითაც კვალიფიკაციით და ყველაფრით აკმაყოფილებენ თავიანთ პრინციპებს რომ კონდეთ სრული დატვირთვა ან თანაბრად გაანაწილონ საათები თუ არის 3 ქართულის მასწავლებელი ყველას მისცენ თანაბრად არა ეს ასე არ ხდება და ასეთი სკოლების 70% ასახელებს პირველ პრობლემად ამათ. მეორე საკითხი, ხელფასების გაზრდა. როდის იზრდება ხელფასები? გასაგები. ეხა იანვარში იზრდება სასაცილო და 110%-ით და ეგ არის ალბათ მაგას ამბობდნენ, ალბათ 2060 წლისთვის. ალბათ ეგ იქნება მათი სურვილი და мотиваცია რომ გაიზრდება პრინციპია და
ფაქტობრივად ამ იდეაზე უნდათ რომ დააყრდნო რომ აი გაგეზრდებათ და ეს არსად არ წერია არც ერთ დაპირებაში ფაქტობრივად რომ ჯერ ის 500 ლარიანი მატებაც რის ხარჯებს გაზარდეს ეგ ხო აბსურდი იყო მენტორი მასწავლებლები რომლებმაც 10 წელი მინიმუმ იშრომეს სკოლისთვის და თავისი პროფესიული განვითარებით გაუქმეს ყველაფერი ეს წარმოიდგინეთ ესეთ რაღაცა რომ დოქტორის ხარისხი მოგენიჭოს რა ვიცი მიაღწიო მაღალ თანამდებობას და გითხრა რომ ყველაფერი არ არის შენი ფასი ეგ ტყუილი იყო მესამე არის მე სხვა შორის 2 კვირა თითქმის ეს კანონი მიიღეს თუ მეტი არა და მშობლები ვერ იგებენ რა ხდება ანუ მე პირდაპირ ვეუბნები ყველას ამ კანონზე თუ არ ისაუბრებენ ყოველ დღე და კაფიოდ არ განუმარტავენ რა ხდება და რა შედეგი დადგება მივიღებთ უბრალოდ სახელმწიფოს იდეის დაკარგვას. ჩვენ დაკარგული გვაქვს ისედაც პრაქტიკულად იდეა პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ახლა მივდივართ ზუსტად იმაზე, რასაც ალბათ დღეს ილიას დაბადების დღეა და ძალიან ნიშანდობლივი ცოტა უცნაური დამთხევა ამ შემთხვევაში, რომ ილია ზუსტად განათლების იდეით, კალმით ცდილობდა გაეღვიძებინა ხალხში ის, რაც ფაქტობრივად დღეს დაკარგული გვაქვს. ჩვენ დღეს დაკარგული გვაქვს ეროვნულობის განცდა, სახელმწიფოებრიობის განცდა, ილიამ შექმნა ეროვნული ხედვა, ის არის იდენტობის, ქართველობის ჩამოყალიბებელი და რა გააკეთეს თქვენც კარგად იცით და სადამდე მიიყვანეს თუნდაც ესეთი ჩუმი არა ისეთი პოლიტიკური ქმედებები ვითომ რომელიც პირდაპირ დაბალ სოციალურ ფენას ეხებოდა საბანკო სივრცე შექმნა აი თითქმის ის რეფორმები ყველაფერი იყო ამისკენ მიმართული და დღეს მივდივართ ზუსტად აქამდე რომ თავისუფლების იდეა იკარგება რანუ და კიდევ ერთი შემოგდებული თემა რაც ახლა უნდათ ეს ყველაფერი იქეთკენ მიდის რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სრულად უფუნქციო უმიზნო უალტერნატივა სად არ გვინდოდეს გახვედა რაღაცა ნეიტრალობის იდეით ფუთავენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იქამდე რომ გავხდებით რა ვიცი არც მეტი არც ნაკლები არ ჩამოვარდებით უკვე ყველა სტატისტიკით ტოტალიტარული დიქტატორული ქვეყნების მართვის ხასიათს მე აუცილებლად მინდა შემდეგ დავსვა ეს შეკითხვა აი რამდენად შეუწყობს ეს ხელს საჯარო სკოლების დაცლას პროფესიონალი მასწავლებლებისგან რამდენად მისაღები იქნება ურთიერთობის ეს ფორმა თუნდაც დირექტორთან ან ზოგადად იცით რა არის იმათთვის ალბათ ხელი შეწყობა პირიქით ალბათ კარგიც იქნება იმიტომ რომ მაგალითად 2020 წელს საარჩევნო რეფორმა ღარიბაშვილის ერთ-ერთი იყო ერთკრედიტიანი მასწავლებლების რომლებმაც საკუთარ საგანში აიღეს 9 ქულა დაახლოებით და ვერ გადალახეს თავის კომპეტენცია ვერ დაადასტურეს მათ მისცა დაახლოებით 2000-მდე მასწავლებელი დღეს ყავს ერთკრედიტიანი რომელმაც საკუთარი საგანი არ იცის და ასწავლის მე ამას ემატება მასწავლებელი რომელიც პრაქტიკოსი იყო და 2 წელი ვერ აბარებდა საკუთარ საგანს და ამათაც აჩუქეს სტატუსები, ნუ რაც არის ის სტატუსები, უფროსი სტატუსები. ხელფასი გაეზარდათ. ნუ ამათგან გამოურიცხოთ, რომ ესენი რამე სიტყვიან. გამოურიცხოთ იმ მასწავლებლებისგანაც რაიმეს თქმა, რომლებიც მასწავლებლის იდეა რა არის, ყოველდღიურობა შევეხოთ დღეს. მასწავლებელი არის ოჯახში ბანკის ვალის გადამფარავი, შვილიშვილებისთვის რაღაცა სარჩო საბადებლის მიმტანი მასწავლებელს თუ უნდა ოჯახის წევრს რაიმეს ყიდვა გამოუტანს განვადებით და აიკიდებს 15 წლიან სესხს. ეს არის მასწავლებლის დღევანდელი ტიპური სახე. ეხა ამ მასწავლებელს ეუბნები, რომ ხელი შეავსე ისეთი რაღაც, რომელიც შენ გიზღუდავს კიდე დამატებით შემოსავლის მიღებას, ჯერ ერთი ხო ეს აბსურდია ასეთ მასწავლებელს რომ ამას ეუბნები და მეორე თუ არ მომეწონები რაღაც მომენტში შენ ამის უფლებაც აღარ გექნება და ის ბანკის ვალი როგორც გინდა ისე გადაიხადე. ცოტა პარადოქსია ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ამისკენ მიდივართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ამას თუ ვერ ხვდებით, რა ვიცი ნინო, 3 წერტილი. 3 წერტილი, რომელსაც გავშიფრავთ, ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი სწორედ აი ამ გეგმით წავიდა. განათლების რეფორმა, რომელსაც ძალიან მალე მოყვა ეს კანონი. აი როგორ შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ კავშირი ამ ყველაფერს, აი ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან. მოგესალმებით. პირველ რიგში ამ ორ მოვლენას რაც საერთო აქვს, ეს არის რომ ჩემი აზრით ორივეს ახასიათებს ეს რაღაცა საოცარი გაუაზრებლობა. ისეთი შთაბეჭდილებას რჩება ამ კანონს ვკითხულობ, რომ საერთოდ ის ადამიანები, ვინც ამას წერდნენ,
მათ არ წარმოდგენაც კი არ აქვს რეალურად სიტუაცია როგორ ზუსტად ისევე როგორც აი უმაღლესი განათლების კანონის და განსაკუთრებით იმ ნაწილის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება. იქ გასაგებია რატომაც არის ის, რომ აი წარმოგიდგენთ სოფლიოში ვერ იპოვით თქვენ რა ვიცი, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში უმაღლესი განათლების რეფორმას, რომლის კომისიაში არიან მინისტრები, მათ შორის ძალოვანი მინისტრები, ინფრასტრუქტურა, მერები, რაღაცა რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ გასაგებია რომ ამ ყველაფრის საერთო ფონი არის ის რომ გაუაზრებელი ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე ჩანს ან სულაც ქაოსის შემქმნელი ხო ის რეფორმა რომელიც ახლა უმაღლესი სასწავლებლებისთვის დაამსთა ეს არის საოცრად აი დიდი ქაოსის შემქმნელი წარმოიდგინეთ რომ თებერვალში უკვე ერთი ყოველთვის ასე იყო ჩვენ აი დეკემბრის დასაწყისში უკვე უნივერსიტეტები ავსებდნენ ადგილებს რომელ უნივერსიტეტში რამდენი ადგილი იქნებოდა მისაღები და მე ამას ირჩევდნენ აბიტურიენტები ხო წინასწარ ქვეყნდებოდა სექტემბერში ყოველთვის არის ეს უკვე გამოქვეყნებული ჩამონათვალი პროგრამების და უმაღლეს სასწავლებლად. ახლა ცდებს ეს ნაიკის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, აი რომელ უმაღლეს სასწავლებელში რომელი პროგრამა. და ახლა უცებ ამბობენ რომ ამ ყველაფერს, წარმოგიდგენთ 19 ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადაალაგებენ და თებერვალში გადალაგებულს ახალი სახით დადებენ. ანუ ამ თებერვალზეა. ამ თებერვალზეა ლაპარაკი და წარმოიდგინეთ აი პროცესები აქ ვინც ხედავთ ყველა ვიცით რომ ეს არის აი პროცესები რომელიც სახელმწიფომ ჩამოაყალიბა იმიტომ რომ ჩვენ კი ვერ განვახორციელებთ პროგრამას რომელსაც არ აქვს გავლილი აკრედიტაცია ურთულესი პროცესი ყველა ამ პროგრამას აკრედიტაცია გავლილი იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში და იმ კონკრეტულ უნივერსიტეტს თუ არ აქვს ავტორიზაციის პროცესი გავლილი იმას არავინ და ვერავინ ვერ აღიარებს ვერც უცხოეთში და ვერც საქართველოში ხო და აი ეს პროცესები ასე სპეციალურად არისო უბრალოდ ვერ მოიფიქრებ ამას თუ რაღაცა სხვა მიზნები არ აქვს ხო არ ხდება ასე რეფორმების მოფიქრება რაღაცა იმისი მინისტრების ოთახებში მე ანუ აი ხლა რომ ბავშვები მაისი ივნისისთვის აი რომ დაამთავრებენ სკოლას აი მე რა ხდება აი აბიტურიენტი გახდა ადამიანი ახლა რომ აბიტურიენტები ემზადებიან ამას ყოველ შემთხვევაში ასე გითხრეს რომ ჩვენ ამას დავადგენთ თებერვალში, იმიტომ რომ მარტში მათ უკვე ოფიციალურად უნდა დაიწყონ და რეგისტრირდნენ უკვე და მარტის ბოლოს თავდება ეს არჩევანი, ხო? ამ ყველაფერს ჩვენ მოვასწრებთ და თებერვლამდე ამას გადავალაგებთ. წარმოიდგინეთ, 6 წლიანი ციკლი აქვს ამ პროგრამებს გავლილი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აუქმებს საერთოდ განათლების იმ სისტემას, რომელიც მანვე შექმნა. ხარისხის ეროვნული ცენტრი. არ შეიძლება ეს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები კი არ ადგენენ ამ წესებს. ეს არ არის მათი საქმე. სახელმწიფოს აქვს შექმნილი სტრუქტურა, რომელიც ვალდებულია, რომ აი აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში გააკონტროლოს, რამდენად შეესაბამება მათი პროგრამა დადგენილ სახელმწიფოს მიერვე დადგენილ წესებს, ნორმებს და მერე მისცეს მას განხორციელების უფლება. ახლა ამბობს, რომ ყველაფერი ამას ორ თვეში შეცვლის, ჯერ ამ პროგრამების ხანგრძლივობაც კი არ აქვს განსაზღვრული. წარმოიდგინეთ, რამდენი პროგრამა შეიძლება ილიას უნივერსიტეტში მარტო სადღაც 238-240 მერყეობს ეს პროგრამები სხვადასხვა პერიოდში პროგრამა გვაქვს სხვადასხვა ტიპის, ხო? წარმოიდგინეთ, ხა ამ 19 უნივერსიტეტში ამ ყველაფერს შეცვლის, ოღონდ შეცვლის როგორ? ბაკალავრიატში 3-4 წლიანი პროგრამები უნდა 3 წლიანი გახდეს გარდა გამონაკლისებისა, ჯერ ისიც არ ვიცით გამონაკლისი რომელია. და ეს რა არის, რომ აი პროგრამა, რომელიც წლებია ივსება, გამოიცადა, ამას თავისი პილოტირების ვადა აქვს, სახელმწიფო მესენი შეამოწმა. ახლა ამბობს, რომ მე ამას ყველაფერს გავაკეთებ ორ თვეში. აი რა ასემსახურებია ეს მიზნები? პირველ რიგში და ამ ორი თვის განმავლობაში ბაზრის კვლევაც დაუკვეთეო ბიზნესს, რომელი სპეციალობები გჭირდება, უფრო მეტად სად არის დეფიციტი და აი ის ორი თვის განმავლობაში პარალელურად ის რომ ბაზრის კვლევას ჩაატარებს და დადებს მონაცემებს ამის მიხედვით გადავალაგებ ამ პროგრამებს და გავუსაზღვრავ რომელი უნდა დარჩეს 3 წლიანი, რომელი უბრალოდ 4 წლიანი, რომელი 3 წლიანი
და არავითარ რანაირად შეიძლება აი ჩემმა კოლეგებმა იციან რანაირად შეიძლება ამის ავტორი აკრედიტაციის პროცესები მოეწეს ეს ხო გამორიცხულია აი მიზნები აი თქვენ როგორ ფიქრობთ რა მიზა შეიძლება ეს ემსახურებოდეს ეს ხო აბსოლუტურად აბსურდია აი ორ თვეში ამ ხელა პროცესის გადაყვანა რაღაცა სხვა რელსებს ნამდვილი აბსურდია და რაც თორე ეს არის სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებზე სტრუქტურებზე უარის თქმა და ყოველად დაუსაბუთებლად ასე იცის ხოლმე როცა არაპროფესიონალები იწყებენ პროფესიონალების გასაკეთებელი საქმის კეთებას ჩვენ ამას ვითხოვთ ხო რომ აი ეს თქვენ რაც მოიფიქრეთ ახლა რასაც კონცეფციას ეძახიან ჯერ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის კონცეფცია ეს არ შემუშავებულა დარგის სპეციალისტების დარგის ექსპერტების მიერ ამიტომ საერთოდ არ არის იმ დარგში რა გამოწვევა იმას საერთოდ ვერ პასუხობს ხო იყო ამას ეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს საშინელ ქაოსს ჩვენ აქ ვეღარ ვილაპარაკებთ რაღაც კოლევის ხარისხზე და ან როგორ უნდა გაარკვევს კომისიამ რომელსაც ამასთან არაფერი არ ერთ საქმე და როგორ უნდა განსაზღვროს ის რომ უკეთესად დაუკავშიროს კოლევა და სწავლება ერთმანეთს რა გამოცდილება შეიძლება გქონდეს თბილისის მერს ან ინფრასტრუქტურის მინისტრს ამაში რომ კოლევისა და სწავლების პრინციპები როგორ დაუახლოვდეს ერთმანეთს. ამიტომ არის რომ არ შეიძლება ასეთმა კომისიამ და ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს არის რომ შეჩერდეს ეს პროცესი და შეიქმნას ისეთი კომისია რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგში ცნობილი აღიარებული პროფესიონალებისგან ყველა უნივერსიტეტში ესე არ შეიძლება ვქმნიდეთ სისტემას და მე ამას აი ესე ორ თვეში ვანგრებდეთ ხო ხარისხის ეროვნული ცენტრი ჩვენ ძალიან გვიხარია ის რომ ხარისხის ეროვნული ცენტრი არის დიდი საერთაშორისო სქემების ნაწილი ანუ ხარისხის ევროპული ხარისხის კონტროლის პლატფორმების წევრი ეს ნიშნავს სწორედ რომ აი ჩვენს დიპლომს აქვს აღიარება უცხოეთში ეს ყველაფერი ამას დაანგრევს კი გვეუბნებიან რომ არა ეს არ მოხდება მაგრამ რანაირად არ მოხდება როცა შენ უარს ამბობ ყველაფერს ხო არ არსებობს დიდი საერთაშორისო დასავლური ხარისხის სისტემა რომლისთვისაც ამოსავალი პრინციპი არ იყოს აი უნივერსიტეტის არსებობის ორი მთავარი საფუძველი ეს არის აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია ერთსაც და მეორესაც საერთოდ ანგრევს ეს. ანგრევს დარგების მომავალს. არ შეიძლება ამის ასე განსაზღვრა. რომელმა კომისიამ უნდა განსაზღვროს, ან როგორ შეიძლება რომ მაგალითად, რა ვიცი, ბიოქიმიაში ან ბიოტექნოლოგიაში მოიფიქროს სხვა კომისიამ, რომელშიც საერთოდ არ არის იმ დარგის სპეციალისტები, რომელი პროგრამა სად უნდა განხორციელდეს. მაგალითად, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ხო, ან თქვათ, რა ვიცი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. არა, ეს კითხვები სულ დავსვით. აი წინა გადაცემაში, რომელიც განათლების თემას ეხებოდა, სწორედ ამ რეფორმას, მაშინ აი სიკო ჯანაშიას ვკითხე, რომ აი თუ იყო კონსულტაციები, ვთქვათ, სპეციალისტებთან დარგის ადამიანებთან. და არც არსად არ არის გამოყენებული არანაირი. აი თქვენ რომ დაგჭირდეთ ვერ მოიძიებთ, ამ ვერ მოვიძიეთ, ზუსტად ამიტომ დავსვით. ამ კომისიის რაღაცა მასალებს, რომელსაც ეს მტკიცებულებებს, რომელსაც ეს დაეყრდნო, ხო? მათ ხო აქვთ ვალდებულება, რომ აი მარეგულირებელი გავლენის დოკუმენტი უნდა გქონდეთ, ხო, რას გამოიწვევს ეს, რა რისკებთან არის დაკავშირებული. ან იმ 12 წლიან განათლებაზე, ან აქამდე რო იყო ეს 4 წლიანი და 3 წლიანი იმაზეც ხო ქონდა. ერთი სიტყვით აი ძალიან გაურკვეველია ეს ყველაფერი და რაც შეეხება აი ამ კანონს. აი კანონზე მინდოდა ხა ზუსტად გადავსვლა. უმაღლეს განათლებაში ეხება ყველაზე დაუცველ და დაბალანაზღაურებად ფენას. ეს არის იმიტომ რომ აფილირებული პროფესორებს იქ განსაზღვრული აქვთ, რომ მათ აქვთ სემესტრის განმავლობაში სხვა უნივერსიტეტში კვირაში 2 საათის დატვირთვა ჰქონდეთ. მაგრამ არის ერთი ფენა, რომელიც სხვათა შორის თან სოფლიოში დაბალანაზღაურება და ეს არის მოწვეული მასწავლებლები, რომლებიც ძალიან დიდ შრომას ეწევიან უნივერსიტეტებში და ამ მოწვეული მასწავლებლების ანაზღაურება, ეხლა წარმოგიდგენთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მით უმეტეს, მაგრამ არც კერძო უნივერსიტეტებში არ აქვს მათ მაღალი ანაზღაურება, პროფესორის ხელფასიც ბევრად უფრო ნაკლებია. და ისინი ამიტომ იძულებულები არიან, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში წაიკითხონ ეს საათები და ეხლა რა ვიცი გამოდის, რომ ისინი დარჩებიან 700-900 ლარიან ხელფასებზე,
რომლის ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია დღეს საქართველოში. ხო? ამას გარდა პროფესორ მასწავლებლები არიან დარგის გამორჩეული ექსპერტები. და ამიტომაც ისინი ექსპერტულ სამუშაოებს ასრულებენ სხვაგანაც. ხო? და მათთვისაც ეს იქნება შემზღუდვა. და ეს მხოლოდ ანაზღაურებასთან არ არის დაკავშირებული, იმიტომ ეს პროფესიულად ამ ადამიანებს უწყობს ხელს განვითარებაში, ხო? კი. ნიკა, აი თქვა სხვა დარგის სპეციალისტებზეც რომ ვილაპარაკოთ. აი მაგალითად პოლიკლინიკის ექიმი, რომელსაც უნდა თქვა სამეცნიერო კვლევაში მიიღოს მონაწილეობა. აი მისთვისაც იგივე ტიპის შეზღუდვა არის ამ კანონის მიხედვით, საჯარო მოხელია ისიც. ხო, ანუ ამ კანონის მთელი ამოსავალი არის თანხმობაზე უნდა გაიყოს ნებისმიერი დამატებითი საქმიანობა დამოკიდებული. ანუ თანხმობაზე იმ დაწესებულების ხელმძღვანელის, რომელიც საჯარო დაწესებულებაშიც მუშაობს. ახლა თუ მაგალითად ორ საჯარო დაწესებულებაში უნდა დასაქმდეს, ანუ ეს ცოტა უცნაურად არის ამ კანონში ეს ყველაფერი დაწერილი და შეიძლება მე არ ვიცი პრაქტიკულად მე რაღაცები როგორ წავა კიდევ ბევრი რაღაც ვერ ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ ნუ ფაქტობრივად თუ ორ საჯარო დაწესებულებაში უნდა იმუშაოს, ფაქტობრივად ორივეს თანხმობა სჭირდება, ნუ გააჩნია მოკლედ. მაგრამ აქ არის მთელი მომენტი რაში, აი იგივე თუნდაც პროფესიულ საჯარო მოხელეებზე ვამბობდით, რომ ეს ანუ ორმაგი დასაქმება პროფესიული საჯარო მოხელებისთვის არც აქამდე იყო შესაძლებელი, გარდა იმ გამონაკლისისა, რაც გულისხმობდა სამეცნიერო, საგანმანათლებლო შემოქმედებითი საქმიანობა, ხო? ანუ ეს ახლაც არის დაშვებული ოღონდ ისევ თანხმობით, ანუ ყველა სექტორთან მიმართებით და თანხმობის ელემენტი შემოვიდა. მათ შორის იგივე ანუ საჯარო სექტორზე როცა ვსაუბრობთ, აქ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საუბარი არის ასობით 1000 ადამიანზე. ახლა მე არ მინდა ეს კონკრეტულ რიცხვზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ცვალებადი არის ეს სტატისტიკა, მით უმეტეს, როდესაც დაახლოებით 1 წლის წინ წინასაარჩევნოდ დაიწყო ქართულმა ოცნებამ პროგრამა, რომლითაც ფაქტობრივად ანუ მაგალითად ეს ხუმრობად იქცა ეს ამბავი, მაგალითად ერთ სასაფლაოს 8 რაჯი ყავს მაგალითად აი ეს რაღაც საკეთებენ დაახლოებით ესეთი რიცხვი ანუ დაახლოებით 400,000-ზე წავიდა რაღაც მომენტში ანუ მეტნაკლებად ცვალებადი არის ანუ ასობით 1000 ადამიანზე ვლაპარაკობთ რეალურად ეს არის მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელეობა ეს არის საჯარო სექტორში ნებისმიერი ფორმით დასაქმებული ადამიანი ანუ ასობით 1000 ადამიანს აი ეს შეთანხმების პროცედურის გავლა მოუწევს ორ ან რამდენიმე სექტორში დასაქმებას ანუ მაგალითად აი ყურადღება გავამახვილეთ და დავიწყე საუბარი სწორედ სამეცნიერო საგანმანათლებლო შემოქმედებითი საქმიანობიდან. ანუ ეს არის ისეთი დამატებითი საქმიანობა, რომლის განხორციელებაც საჯარო დაწესებულებას წესით თვითონვე უნდა აწყობს, აგერ საუბრობდით სწორედ ამაზე, ანუ პროფესიული განვითარებისთვის, ხო? ანუ ერთ სივრცეში კი არ უნდა იყოს ეს ადამიანი გამოკეტილი, არამედ დამატებით, როდესაც საქმიანობს, ანუ პროფესიული განვითარებისთვის ეს უკეთესი არის. ანუ ძალიან მარტივი ფორმულა არის. ანუ თუ ირაკლი კობახიძე მაგალითად გვეუბნება რომ ორ სამსახურში მუშაობა ეს ხელს უშლის საჯარო დაწესებულების ინტერესს, ანუ აი მოვისმინეთ ხარჯ-ეფექტიანობა. ანუ ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. თუ ხარჯ-ეფექტიანობაზეა საუბარი, მაშინ ათობით დამონაკლისი რატომ გვაქვს დაშვებული, ხო? ანუ დავცხადე მით უმეტეს ეს უკვე ზოგადი წესი. კი ბატონო. ანაზღაურების პრობლემა საერთოდ. თუ ხარჯ-ეფექტიანობაზე არის ლაპარაკი, ისევ მეორე კითხვას დავსვამ. თუ ხარჯ-ეფექტიანობაზე არის ლაპარაკი, მაშინ სად უშვებ შენ თანხმობას და სად არ უშვებ თანხმობას, ანუ მაშინ ეს კანონით უნდა განსაზღვრო და არ უნდა იყოს მაგალითად, რა ვიცი, პირობითად რომ ქალბატონი ნინო ამას არ გააკეთებს, მაგრამ ქალბატონი ნინოს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რომ ერთ ლექტორს მაგალითად მისცეს თანხმობა და მეორე ლექტორს არ მისცეს და ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგოს, რატომ მისცა თანხმობა, რატო არ მისცა. ეს რა შუაში აქვს ხარჯ-ეფექტიანობა, მაგრამ გაიგებენ რეალურად რა პრინციპი ვიცით ეს ნორმალურ შემთხვევაში, მაგრამ აქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ პრაქტიკულად ეს პოლიტიკურ ლოიალობაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, აი ამბულატორიის, მაგალითად ამბულატორიის ექიმები ანუ საჯარო დაწესებულებაში ბევრი სხვადასხვა სფეროს პროფესიის წარმოადგენელი ექიმებიც ხო ანუ ამბულატორები გვაქვს ან მუნიციპალური ამბულატორები აი მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ მაგალითები როდესაც საჯარო სკოლაშიც მუშაობენ მუნიციპალურ ამბულატორიაშიც ანუ შეუძლებელია ხა სკოლის ექიმის ან ექთნის ხელფასით იცხოვრო ადამიანმა ხო ეს შეუძლებელია როცა ოჯახის შენახვაზე არის და არჩევანი გადავა აუცილებლად ალბათ უფრო კარგი ანაზღაურების შესაძლებლობაზე თავისთავად ცხადია აი აქ არის როგორი მომენტი შემოდის რომ ერთია რომ ადამიანს უნდა მისცე არსებობის შესაძლებლობა და ფაქტობრივად არსებობის შესაძლებლობა სართმევა ამით, იმიტომ რომ აი როგორ უნდა ვიარსებო მე 300 ლარით თუ 400-ით თუ არ ვიცი, მოკლედ თუ
ობახიძე ამბობს იმას, რომ გაიზრდება ხელფასები, ხედავთ როგორ იზრდება ხელფასები, ინფლაციის პარალელურად 10%-ით იმატებს, ხო? ანუ მაგალითად ლექტორებთან მიმართებით 10,000 ლარს თუ რაღაცა ესეზე იყო ლაპარაკი. ესეც დაახლოებით იმ კატეგორიის ფანტასტიკიდან არის, არ ვიცი, 100 ქარხანა რომ უნდა აეშენებინათ და რომ არ გვინახავს რეალურად, ხო? ამიტომ აქ რეალურად საჯარო დაწესებულებას აქვს ინტერესი, რომ პარალელურად ადამიანი თუ საქმიანობს, ერთია რომ ის ადამიანი იყოს კმაყოფილი თავისი ანაზღაურებით, რომ თუ შენ ვერ აძლევ სათანადო ანაზღაურებას, სხვაგანაც მიიღოს ანაზღაურება, რომ ანუ უბრალოდ შენთან გაჩერდეს, პროფესიონალი შენთან გაჩერდეს, იყოს პროფესიულად განვითარებული და მიუბრუნდეთ ისევ იმ საკითხს. თუ არ ვიცი, აი მაგალითად ილიას უნივერსიტეტში პირობითად რომელიღაც დასაქმებული ადამიანი თავის სამუშაოს ვერ ასრულებს იმის გამო, რომ სხვა სამსახურს ზედ გადაყვა და აი თუ ეს არგუმენტი აქვს. რა შეუძლია გააკეთოს ილიას უნივერსიტეტმა ნებისმიერ საჯაროდ დაწესებულებად. თუ საქმეს ვერ აკეთებს ეს ადამიანი, არსებობს შესაბამისი დისციპლინური პროცედურები, არსებობს შრომის კანონმდებლობის დაშვებული ღონისძიებები, თუ საქმეს არ აკეთებს ადამიანი და სხვა სამსახურის გამო შენს სამსახურს საქმეს აკლებს და სათანადო გულისხმიერებით არ ეკიდება, შეგიძლია ეს ადამიანი უბრალოდ სამსახურიდან გაათავისუფლოს დისციპლინური სახელი გამოიწვიოს, საყვედური მისცე, გაფრთხილება თუ ასე შემდეგ. ანუ ეს შესაძლებლობა ყოველთვის არსებობდა. ამიტომ ამას აი სწორედ საუბრობთ იმაზე, რომ გაუგებარია, გაუაზრებელია თითქოს ხო ეს ცვლილებები, მაგრამ რეალურად ძალიან მარტივად არის საქმე. ამ ადამიანებს მისცეს ძალიან მარტივი დავალება. ანუ ეს ხალხი ბევრს არ ფიქრობს, აი პარლამენტში რომ ხედან და რომ წერენ ამ კანონებს, ბევრს არ ფიქრობენ. შეიძლება ბევრი კანონის მაგალითზე ახსნა ეს შეცდომები რო ეპარებათ და მე რომ ასწორებენ ხოლმე. მაგრამ ამაზე შეგვიძლია ცალკე გადაცემა გავაკეთოთ. საერთოდ არ ფიქრობენ. დავალეს ამ ხალხს ძალიან მარტივი რაღაც, რომ დაწერე კანონი, რომლითაც მე არ ვიცი დეპარტამენტის უფროსებს ძალიან მარტივად გავუშვებ სამსახურიდან და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქციეს. დაწერე კანონი, რომლითაც რეორგანიზაციას გავამარტივებ ზედმეტი რაღაცა ბლა-ბლა-ბლას გარეშე და მარტივად გავუშვებ, თან ისე რომ გავუშვა და მე სასამართლოში მიჩიულოს, ფულის გადახდაც არ მომიწიოს და ვერც მომიგოს. კი ბატონო, ესეც დაწერეს. დაწერე კანონი, რომლითაც მე ჩემზე დამოკიდებული გახდება ვინსად იმუშავებს, დაწერეს ეს კანონი. ახლა უკვე იმის იქით დანარჩენი ამას შედეგი რა მოყვებოდა, ანუ რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რომელსაც რიას უწოდებთ ხოლმე. ამ ქვეყანაში ხო რია არასდროს არ გაკეთებულა და ანუ არც არავის არ აინტერესებდა. მაგრამ ეს ხალხი ზედმეტს უბრალოდ არ ფიქრობს და არც ჭირდება ამაზე ფიქრი. უბრალოდ დაავალეს, გააკეთეს. აი ეს არის ძალიან მარტივი მომენტი. თუმცა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იფიქროს, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე არის შედეგები, იმიტომ რომ ეს ხალხი არ დაზარალდება, იმიტომ რომ თვითონ არც ლექციის ჩასატარებლად თანხმობა არ ჭირდებათ, კარგ ხელფასსაც იღებენ და თუ ვინიცობა და ხელი კორუფციისკენ წაუწევთ, არც არავინ არ შეეხება, ხო? ხედავთ ამის მაგალითებს. ამიტომ ეს შეეხება ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, საერთოდ არ შეეხება. ეს ხალხი არაფერს არ კარგავს, ეს არის პრივილეგირებული კასტა. მათთვის არ არსებობს კანონი, ისინი არიან რეჟიმის მსახურები და მათთვის კანონი არ არსებობს, ხო? კანონი არსებობს რეგულარული მოქალაქეებისთვის. ყველა, ანუ მათთვის კანონი არ არის, ყველა დანარჩენისთვის არის კანონის თანასწორობა და კანონის წინაშე უნდა იყვნენ თურმე ყველა სხვა დანარჩენი თანასწორები. თვითონ მათთვის არანაირი წესი და წესრიგი უბრალოდ არ არსებობს. სამწუხარო ჩვენი საერთო დრო იწურება, ამიტომ თითო წუთი უნდა მოგცეთ. თუმცა გვპირდებით, რომ ამ თემებზე ჩვენ სულ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ყველაზე მთავარი ეხება ჩვენს მომავალ თაობას. მანანა, პირველ რიგში როგორ აისახება ეს მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, ასევე ადამიანებზე, რომლებიც აეხლა აპირებენ თავიანთი მომავალი პროფესიების არჩევას და აპირებენ დიდი ცხოვრების გზა საინტერესოდ თქვათ გაატარონ. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ამ კანონზე, დიდი რისკი არის, რომ მოსწავლეთა ნაწილი დარჩება კარგი მასწავლებლის გარეშე და მათ მოუწევთ დამშვიდობება თავის მასწავლებელთან, რომელიც ორ სკოლაში სწავლობს, იმიტომ რომ გამონაკლისი დაშვებულია 1 წლით. საიდან მოვიყვანთ ამდენ მასწავლებელს, რომლებიც მოსწავლეებს ასწავლიან, რა თქმა უნდა, არ ვიცით. შეიძლება 12 წლიდან 11-ზე კი არა დაგჭირდეს სკოლების შემცირება 8 წლიან განათლებაზე გადავიდეთ ან 7 წლიანზე გადავიდეთ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებლები ყავდეს. მეორე ალბათ მოსწავლეებზე, როდესაც ვლაპარაკობთ, მოსწავლეებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, იმით რომ მათი მასწავლებლები თავიანთი შრომით, თავიანთი სამუშაოთი არ იქნებიან კმაყოფილები და ეს იმ გარემოზე აუცილებლად აისახება, რომლებშიც ისინი შედიან, ხომ? როდესაც მასწავლებელს აქვს თავისი ყოველდღიური საზრუნავი, საფიქრალი თუ საიდან
საიდან იყიდოს, რა გააკეთოს, როგორ იმკურნალოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ის ვერ შევა საკლასო ოთახში და ვერ ჩაატარებს ისეთ გაკვეთილს, სადაც მოსწავლეებთან ერთად იხალისებს თვითონ იმ პროცესზე და ამისგან თვითონაც სიამოვნებას მიიღებს, ხო? ანუ მოსწავლეებს სერიოზული პრობლემა ექმნებათ ხარისხიანი განათლების მიღებისათვის. თანასწორობის საკითხი ისედაც უთანასწორო საზოგადოებაში ეს რამდენად გააღვივებს ამ უთანასწორობას კიდევ უფრო მეტად რაც აისახება ჩვენს მომავალ. პირველ რიგში ფიქრობ, რომ ყველა შეეხება ეს და ეს არის მიმართული საშუალო და დაბალი ფენის საზოგადოებრივი, ანუ თავისუფალი იდეის მოშლისკენ, რაც გაქრება მთლიანად. მოსწავლეები უბრალოდ 11 წლიანი სწავლების პირობებში ჯერ მოუწევთ დამატებით 1 წელი სწავლება, თუ რაიმე სამომავლო გეგმები აქვს, ცოტა ხარისხიან განათლებას რომ შეეხონ და ევროპაში განაგრძონ სწავლა, ეს მოიხსნებათ ფაქტობრივად და შანსი დაეკარგებათ. აუცილებლად მოხდება მასწავლებლების, ისედაც გაჩუმებელი მასწავლებლების კიდევ უფრო გაჩუმება და ფაქტობრივად მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნებიან უხმო მასწავლებლები. მოსწავლეებს ვერ მივცევთ ჩვენ პირადად მაგალითს, რომ რა არის თავისუფლება, რა არის კრიტიკული აზრი და გამოხატვის თავისუფლება და ფაქტობრივად ეს მთლიანად მოიშლება და ჩვენ სასაცილო არის ის, რომ 10+2-ზე წინა წელს შეხვედრები გქონდა და ამ სისტემაზე მთელი ზარზეიმით აღნიშნეს რა მაგარია და რა კარგია და ეხა თურმე ცუდი ყოფილა. თავისივე ნაბიჯებს ეწინააღმდეგებიან და ფაქტობრივად ჩვენ მთლიანად ვშლით სისტემას, მოდი ვთქვათ, ვშლით სისტემას და ვმარხავთ და ვქმნით ახალ ავტორიტარულ რეჟიმს სკოლებშიც, უნივერსიტეტებშიც და ყველა მიმართულებით ეს არის მათი ძირითადი იდეა. ერთს დავამატებ 15 ნოემბერს ვინც აი ამ ყველაფრის შედეგად გაიაზრეთ კიდევ ერთხელ რა არის თავარი პრობლემა და სად ურტყავს ეს კანონი, გამოგბრძანდით ვასო აბაშიძის თეატრთან მასწავლებლების პროტესტი დაგეგმილი აქცია და ყველა მასწავლებლებს ვინც ფიქრობთ რომ ეს კანონი თქვენ შეგეხებათ, თუ ვერ ფიქრობთ, ძალიან გთხოვთ კანონი კარგად წაიკითხეთ, თქვენც ვიცი რომ ზუსტად იცით რა არის თავარი მიზანი ამ ყველაფრის, გამოგბრძანდით 4 საათზე ვიკრიბებით და რა ვიცი, ეს უკვე თქვენზეა. ერთი დეტალია, თუ ამას შეგვეთ, მე ყველანაირ აპოკალიფტურ სცენარს ვარაუდობ, რომ ეს მოხდება და შედეგი იქნება ის, რომ გავქრებით როგორც სახელმწიფო. ნინო, ალბათ ასეთივე არათანაბარი შესაძლებლობები, ჯერთი ყველაზე დაუცველ ფენას, ყველაზე დაბალანაზღაურებად ფენას ეხება ყველაზე მეტად მოწვეულ მასწავლებლებს და იცით თქვენ, რომ უნივერსიტეტი არის მართლა ექსპერტების ადგილი და თუ კი ამ ქვეყანაში ფუნქციონერს მოხალე შეუძლია თქვას, რომ იცი რა, ჩემი მაღალი ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, რომ მაგარი ტვინიანი ვარ და ღამე შემიძლია 20 პროექტი თუ 10 პროექტი დავწერო, რატომ შეუძლია ექსპერტს უნივერსიტეტში დასაქმებულ ადამიანს ასევე დაწეროს, ასე ვთქვათ, 20 პროექტი. ანუ გაუაზრებელია ეს ყველაფერი, აი ზოგჯერ კომიკურამდე მიდის შედეგები. აისახება ყველაზე სტუდენტებზეც, პროფესორ მასწავლებლებზეც და ხო ჯერ რთულია იმისი თქმა, იმიტომ რომ რასთან არის კავშირში ძნელი გადასაწყვეტი. ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ თემას დაუბრუნდებით არაერთხელ, იმიტომ რომ ძალიან გვინდა რომ თავიდან ბოლომდე გავერკვეთ რასთან გვაქვს საქმე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიწვიოთ სტუდიაში, ვისაც ექნება სურვილი ილაპარაკოს ამაზე, ეს იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების რექტორები თუ საშუალო სკოლის დირექტორები, ყველასთვის ღიაა სივრცე, ყველა შეუძლია მოვიდეს, თავისი აზრი გამოხატოს და იმედი მაქვს, რომ 15-იც იქნება სიმრავლე მასალა. იმედი მაქვს, თუმცა უნდა აღვნიშნო ფაქტად, რომ უკვე ერთ-ერთ ჩემი კოლეგას დაურეკეს, რაღაც ისეთ პოზიციაზე მუშაობს და სამწუხაროდ შეუწყდეს ხელშეკრულება და ეს ადამიანი დატოვეს სამსახურის გარშე, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ რაღაც აქციას ეთანხმება და მოდის ღიად გამოთქვა აზრი და რა ვიცი, ფაქტობრივად ამ ტიპის რეპრესიის ერთ-ერთი მსხვერპლი აგერ მეც წარმოვადგენ რეპრესირებულ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად მაგას ვითხოვდით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოფილიყო ხალხისთვის და ხალხის ხმა ყოფილიყო ყველაზე მთავარი და წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენ პატარა სარეკლამო ჭრაზე გავალთ და დაბრუნდებით ისევ ეთერში.